მაშინ ასე რეკლამა დასრულებულია ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და წარმოგიდგენთ ჩვენს კიდევ ერთ სტუმარს ჭავჭავაძის ცენტრის ხელმძღვანელი ზაზა ბიბელაშვილი შემოგვერთა. გამარჯობა ბატონ ზაზა და მადლობა სტუმრობისთვის. ბატონ ზაზა, გაცემს ამ ნაწილში დასავლურ პარტნიორებთან ქართული ოცნების როგორც არსებული სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივაზე უნდა ვისაუბროთ. პირველ რიგში კი ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან, აი მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მაისის დასაწყისში საქართველოში ჩამოვა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის მოადგილე სონატა კოლტერი ხა თვითონ საელჩო ამ ეტაპზე ამ ვიზიტის შესახებ ცნობებს არადასტურებს, თუმცა არც უარყოფს, შესაბამისად ალბათ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სონატა კოლტერის ვიზიტი მართლაც მზადდება. აი პირველ რიგში რამდენად მაღალი რანგია სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის მოადგილე და მეორე რიგში რას შეიძლება ნიშნავდეს მისი ჩამოსვლა. აი ეს ვიზიტი თუ კი რა თქმა უნდა ის შედგება, უნდა შეფასდეს თუ არა სწორედ იმ დაგვარად, რომ აი თბილისსა და ვაშინგტონს შორის ლღობა დაიწყო იმ ყინულმა, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში გაჩნდა. მოგესალმებით ლელა. მოდი ჯერ დიდ სურათს შევხედოთ. დიდ სურათში ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა უკვე ფაქტობრივად არის კრახი. ქვეყნისთვის არის კრახი. ჩვენ რა სტანდარტზე ვსაუბრობთ, ამაზე გავამახვილოთ ყურადღება, ხო? ანუ ჩვენ ვიყავით იმ ევროპაში, როდესაც საქართველოში ყოველწლიურად ჩამოდიოდა ხან ამერიკის პრეზიდენტი, ხან ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი, ხან ამერიკის სახელმწიფო მდივანი, წამყვანი სენატორები, წამყვანი კონგრესმენები და ეხა ვსაუბრობთ იმაზე, რომ თუ გაგვიმართლა საელჩო ჯერ არ დასტურებს, მაგრამ შესაძლოა ერთ თვეში ჩამოვიდეს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე. ანუ რას ყიდის ქართული ოცნება, როგორც შესაძლო წარმატებას, რომელიც ჯერ არც მოხდა, ხო არ ჩამოსულა ეს ვიზიტი არ განხორციელებულა. აქედან გამომდინარე, უკვე შემდგარი ფაქტია, რომ მათი საგარეო პოლიტიკა ამ ქვეყნისთვის არის წარუმატებელი. თუმცა ამას უნდა შევხედოთ ალბათ იმ კუთხიდან, რაც ბევრჯერ გვიხსენებია, რომ ის რაც ქართული ხალხისთვის არის წარუმატებლობა, ის რაც საქართველოს სახელმწიფოსთვის არის წარუმატებლობა, შესაძლოა იმ ძალებისთვის, რომელიც ქართული ოცნების უკან დგანა, სინამდვილეში არის მიზანი, წარმატება. სწორედ ეს იყო მათი ყოველდღიური რიტორიკის პრული რიტორიკის ამერიკის მიმართ და კონკრეტული ძალების მიმართ მიზანი, რომელმაც გაამართლა, ამ პოლიტიკამ გაამართლა ის, რომ საქართველოს დაშორდა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ის, რომ სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება შეჩერებულია, ის, რომ ევროპასთან პრაქტიკულად ვეღარ ვსაუბრობთ, იმიტომ რომ ეს მათი მიზანი იყო, რომ ვერ გვესაუბრა, ხო? აქ რამის განხორციელება ხო არ იყო საჭირო, რომ ევროპასთან ჩვეულებრივი ურთიერთობა შეგვენარჩუნებინა. საჭირო იყო, რომ ის არ გველაპარაკა და ის არ გვეკეთებინა, რაც მიზანმიმართულად ძირს გამოუთხრი და ამ ურთიერთობას და ქართულმა ოცნებამ განსაკუთრებით ბოლოს 3 წლის განმავლობაში სწორედ ეს აკეთა. აქედან გამომდინარე, საუბარი იმაზე, რომ რაღაცა ტიპის განხობა იქნება არარეალისტურია. თუმცა რაღაც მაინც ხდება, ხო? რაღაც ხდება იქიდან გამომდინარე. არაერთი შეხვედრა გაიმართა მიმდინარე წლის განმავლობაში, ისე როგორც ახლახან შედგა არც ისე შორეულ წარსულში მარკო რუბიოს ზარი ირაკლი კობახიძესთან და ისევ ამ ვიზიტის კონტექსტში დაგისვავთ მორის შეკითხვას. ეხლა TV პირველის ინფორმაციით სონატა კოლტერი შეხვდება არა მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებს, არამედ ის შეხვედრებს გამართავს ოპოზიციასთანაც. შესაბამისად, აი როგორ უნდა გავიგოთ, რა თქმა უნდა, თუ კი ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ შედგება. უკვე ოპოზიციურ ძალებთან შეხვედრის სურვილი და ოპოზიციურ პარტიებთან აუდიენციის ჩანიშვნის მოთხოვნა. ეხლა თუ კი უნდა ვივარაუდოთ, რომ რეგიონული მნიშვნელობის საკითხებს შეიძლება შეეხებოდეს ვიზიტის ფარგლებში საუბარი, მაშინ ჩდება კითხვა რა შუაშია ოპოზიციასთან შეხვედრები, ხო? შესაბამისად, აი რა პასუხი გაქვთ კითხვაზე, რატომ უნდა ხვდებოდეს ოპოზიციასაც? რაც შეეხება მარკო რუბიოს ზარს, გავიხსენოთ, რამდენად მშრალი იყო ის ინფორმაცია, რომელიც ამასთან დაკავშირებით დაიდო სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე, იყო ერთი მოკლე მშრალი წინადადება და შესაბამისად ქართულ მხარესაც არაფერი არ განუცხადებია იქ, რომ რამე ხელმოსაჭიდი ყოფილიყო, რასაც ოცნება თავის წარმატებად გაყიდდა, რა თქმა უნდა, ამას აუცილებლად გააკეთებდნენ. შესაბამისად, ეს იყო ძალიან პრაქტიკული, კონკრეტული საკითხები, რაც მაღალი ალბათობით დაკავშირებული იყო რეგიონში და კონკრეტულად ირანის გარშემო მიმდინარე საკითხებთან და ამას არანაირი კავშირი არ ქონია ქართული ოცნების წარმატებასთან და მით უმეტეს ჩვენი ქვეყნის წარმატებასთან, ეს ორი ურთიერთგამორიცხავია.
ამ კონტექსტში ამერიკას კონტაქტი ქართულ ოცნებასთან კი არა, თალიბანთან აქვს და ისეთ ძალებთან აქვს, რომელიც შესაძლოა საერთოდ მიუღებელი იყოს სურათში, მაგრამ კონკრეტულ ვითარებაში მათ უწევთ პრაგმატული მოსაზრებებიდან გამომდინარე ასეთ ძალებთან გარკვეული ტიპის კონტაქტი. რაც შეეხება ოპოზიციას, ეს არის სტანდარტული დიპლომატიური პროტოკოლი, პირიქით რომ მომხდარიყო და სამწუხაროდ ტრამპის პირველი ვადის შემთხვევაში ერთხელ მოხდა ასეთი რამეც, როდესაც მაიკ პომპეო ჩამოვიდა საქართველოში და ის არ შეხვდა ოპოზიციას. სწორედ ის იყო გამონაკლისი და მე სხვა შემთხვევას მართალი გითხრათ ვერ ვიხსენებ, როდესაც ასეთი რანგის სტუმარი ჩამოსულა ქვეყანაში და არ შეხვედრია ოპოზიციას. ვიმეორებ, ეს არის სტანდარტული დიპლომატიური პროტოკოლი, როდესაც თუ ქვეყანასთან გინდა მეგობრობა, თუ ხალხთან გინდა მეგობრობა და მით უმეტეს ამბობ, რომ ამ ქვეყანას დღეს მართავს ძალა, რომელიც შესაძლოა საერთოდ არ ასახავდეს ამ ხალხის ნებას, მაშინ ბუნებრივია, რომ შეხვდე იმ ადამიანებსაც და იმ ორგანიზაციებს თუ პარტიებს, რომლებიც ალტერნატივას წარმოადგენენ არსებული ვითარების. განსაკუთრებით იმ რეალობაში, როდესაც პრაქტიკულად დღე არ გავა, რომ ოცნებამ არ ახსენოს პარტიების აკრძალვის საკითხი, ხო? თვითონ საუბრობენ იმაზე, რომ თითქოს რაღაც კონკრეტული რამდენიმე ესა დასამბობენ რაღაც სიტყვა რომ მოიგონოს, არ მინდა იმის გამეორება, ხო? აი რაღაც რამდენიმე ადამიანია დარჩენილი, რომელიც უცხოურ დავალებას ასრულებს და ასე შემდეგ და სინამდვილეში მათივე ცესკოს დათვლით ეს არის ძალები, ვისი აკრძალვაც მათ უნდათ, რომლებმაც ჯამურად აიღეს დაახლოებით 40-45% არჩევნებზე მისული ხმების, ხო? მათივე დათვლით. მე ვიმეორებ, აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ მაღალი ალბათობით ეს ციფრები და ეს რიცხვები არ ასახავდა რეალობას. აი რაც მათ დადეს, ჩათვალეთ, რომ მოსახლეობის 40-45%-ს ხმას არ თმევენ. ეუბნებიან, რომ ეთქვე ვისაც ხმა მიეცით, ისინი უბრალოდ ხო არ იარსებებენ პოლიტიკურად. და თან ამბობენ, რომ ეს არის დემოკრატია. ხა ცხადია, ამას ვერც საგარეო პოლიტიკურად და ვერც საშინაო პოლიტიკურ ფრონტზე ვერ გაყიდიან როგორც წარმატებას, მაგრამ აღარ ცდილობენ ამას. ეს არის უკვე იმ ეტაპზე ვართ, როდესაც ამ ვითარების შენარჩუნება შესაძლებელია მხოლოდ ასეთი ან ფიზიკური ძალადობით, ან საკანონმდებლო ძალადობით, ამას სხვა არაფერი არ ეწოდება. ითვლება ტრამპის ადმინისტრაციასთან ქართული ოცნების ურთიერთობების პერსპექტივასთან დაკავშირებული საკითხი, რომ შევაჯამოთ ხა ექსპერტულ წრეებში, ისე როგორც ოპოზიციაში გარღვევას არ ელოდებით ამერიკა საქართველოს ურთიერთობებში, თუმცა მე გეტყვით რა განწყობებია თავად ქართულ ოცნებაში და მოისმენთ ალბათ გუში რა განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა მაისის ბოლომდე ამერიკულ მხარესთან არაერთი კომუნიკაცია შედგება, კონკრეტულ შედეგებს იხილავთ, ამტკიცებს ირაკლი კობახიძე, ისე როგორც თავის მხრივ შალვა პაპუაშვილი გვეუბნება, რომ აი მოვა მაისი და ყველაფერს დავინახავთ. ჩანს თუ არა, რომ ოპტიმისტურია ქართული ოცნების ლიდერების განწყობები და აი კიდევ ერთხელ ეს ოპტიმისტური განწყობა და ამის საფუძველი შექმნა თუ არა უშუალოდ ამერიკულმა მხარემ, ანუ ოფიციალურმა ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ იმ რამდენიმე შეხვედრით, რომელიც ვნახეთ გასული თვეების განმავლობაში. გამოვრიცხოთ ეს და გავიხსენოთ თუნდაც წელიწადნახევრის წინანდელი ვითარება, როდესაც ქართველებს თავყასული წავდნენ რუსთაველზე, სადარბაზოებთან, კი ბატონო, ხო, სადარბაზოებთან ხდებოდნენ, ლამის სისხლის გუბეები პირდაპირ მნიშვნელობით იდგა თბილისის ქუჩებში და რას ამბობდა ივანიშვილი. ივანიშვილი ეუბნებოდა აი ამ ადამიანებს, ვინც ამ კოლექტიურ დანაშაულში იყო ჩართული, მოითმინეთ 20 იანვრამდე, 20 იანვრას ტრამპი შევა ერთ სახლში და ყველაფერი დაალაგდება. ხო იყო ასე? იყო ასე. მათ ჰქონდათ მოვიდნენ, რომ 20 იანვარს მოვიდოდა ტრამპი და რაღაც ზეციური მანქანებით ყველაფერი დაალაგდებოდა მათთან, ყველაფერი მათ ეპატიებოდათ და ყველაფერი გადაიტვირთებოდა. მას მერე წელიწადნახევარი გავიდა და მსგავსი არაფერი ხდება. შესაბამისად, მოდით თავი შევიკავოთ სპეკულირებისგან, რა შეიძლება მოხდეს, გვანახონ, ხო, ხა ქართული ოცნების პირიდან გამოსული არც ერთი სიტყვა არ დაიჯერება. პირიქით, ეს არის ხელისუფლება, რომელიც დგას მხოლოდ პროპაგანდაზე, მხოლოდ პიარზე. ბევრჯერ მიხსენებია და ეხაც გავიხსენებ, მაგალითად ივანიშვილმა სამჯერ იპოდრომი კამპანიურად გადასცა ქალაქს და ფაქტობრივად არც ერთხელ არ გადაუცია. მაგრამ სამჯერ იმედზე და მის პროპაგანდისტულ არხებზე სრულფასოვანი კამპანია ჩატარდა, ვიღაცებმა მადლობა უხდათ უხადეს თავრობიდან, ვიღაცებმა გაიხსენეს როგორი მაგარი ქველმოქმედია და იქ ის ერთი ტრაქტორი საწყლად დადის, ზოგჯერ არც დადის, ხო და ეს არის ახლა იგივე შეეხება ფასების კომისიას, თქვენ წინა რესპონდენტთანაც ისაუბრეთ ამაზე და სხვათა შორის ფასების კომისია, როდესაც შეიქმნა და როდესაც ეს თემა დაძრეს შარშან წლის ბოლოს, მაშინ ძალიან აქტუალური პროსტორად იყო კამიტის საქმე, ანუ ქიმიური მოწამვლის საქმე და ეს თემა უაღრესად კიოდა ქართულ ოცნებას. აი ამ დროს შემოვიდა ეს თემა საჯარო დისკურსში, კობახიძემ გადაიღო რაღაც კლიპი, გვაჩვენა რომ თურმე გერმანიაში კონკრეტული პროდუქტები ბევრად უფრო იაფია ვიდრე საქართველოში, ახლა ჩვენ ამას გამოვიძიებთო და 2 დღის წინ იმედზე გადის სიუჟეტი, სადაც გვეუბნებიან რომ გერმანიაში თურმე ყველაფერი უფრო ძვირია. აი ამ ძალასთან გვაქვს საქმე, ხო, საკუთარი პრემიერის მიერ 4 თვის წინ ჩაწერილ კლიპს
ატრიალებენ 180 გრადუსით და გვეუბნებიან საპირისპიროდ, რადგან ეს აღარ ჭირდებათ ერთი მხრივ ის კამიტის საქმე სამწუხაროდ საზოგადოებამ მიივიწყა, მაგრამ ვინც საჭირო იმან არ უნდა დაივიწყოს და არც დაივიწყებს და მეორე მხრივ ეს ითარგმნება მოსახლეობის პირდაპირ დაცინვაში, პირდაპირ შეურაცხყოფაში ის რაც ხდება, რომ ერთი მხრივ ვიღაცეები ჭკვიანური სახეებით ლაპარაკობენ ფასებზე და მეორე მხრივ ეს ყველაფერი მათ ხელშია. დენის ფასი მათ ხელშია. ივანიშვილს სათფურები აქვს და რა ვიცი გააიაფოს ეს თავისი პამიდორი, თავისი კიტრი. ანუ მოიპოვოს ბიტკოინებს რომ დენის ფასი არ იაფად ნუ მოიპოვებს, ხო? იაფი დენით ნუ მოიპოვებს ბიტკოინებს რომ მოსახლეობას დენის ფასი არ გაუძვირდეს, ხო? ან იუსტიციის სახში ნუაძვირებენ ყველაფერს, ორმაგად და სამმაგად. ან პარკირების ჯარიმები ნუ ხდება 5 მაგით. აი ეს დაცინვა არის ყოველდღიური შეურაცხყოფა მოსახლეობის და ახსნა არის ყოველთვის რომ ეს არის პროპაგანდისტული ქავერი, ასე ვთქვათ, იმ ყველაფრისთვის, რაც ამ ზედაპირის ქვემოთ მიმდინარეობს. ბატონო, ისევ საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებულ თემას მინდა დავუბრუნდეთ და ვაშინგტონიდან ახლა მოდით ბრიუსელში გადმოვიდეთ და ვისაუბროთ იმაზე, რა შანსი აქვს ქართულ ოცნებას ახლა უკვე ევროკავშირთან უკიდურესად გართულებული ურთიერთობების გამოსწორებისთვის. აი დღეს დილით ვკითხულობდი სხვა შორის ბოჭორიშვილის მორიგა განცხადებას ისევ შანტაჟში საქართველოსადმი ორმაგ სტანდარტსა და მტრულ რიტორიკაშია დადანაშაულებული ბრიუსელი. ამ ფონზე კი ოფიციალური თბილისი ისევ და ისევ გამოთქვამს მზადყოფნას აღდგეს დიალოგი ევროკავშირთან. ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი დიალოგზე და არანაირი წინაპირობები არ გვჭირდება რომ ვესაუბროთ ევროკავშირსო. ეს სწორედ მაკა ბოჭორიშვილის განცხადებიდან. აი რა შანსია იმის რომ მიუხედავად ყველაფრისა ბრიუსელი და თბილისი დიალოგის რეჟიმში დაბრუნდეს და მიუხედავად ყველაფრისა ევროკავშირმა ჩათვალოს რომ ქართულ ოცნებასთან ურთიერთობების დალაგება უნდა სცადოს ისევ დალაპარაკებით და საუბრით. ლელა, ასე რომ მოხდეს რომ ხვალ ბრიუსელში შეიკრიბოს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მეთაურები და თქვა რომ მოდი ახლა ჩვენ ყველაფერი დავიწყოთ რაც აქამდე მოხდა. ყველაფერი ვაპატიოთ რაც აქამდე მოხდა. ესეც გამორიცხულია? არ არის გამორიცხული, დავუშვათ ეს სცენარი, ხო? მეორე დღეს გამოვა ყობახიძე, გამოვა პაპუაშვილი, გამოვა არ ვიცი ვინმე, ვინც ისაუბრებს ქართული ოცნების პირით და გააკეთებს რაღაცა ისეც, რაც აი ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირისას გაანულებს. რატომ? იმიტომ რომ ეს არის რუსეთის ეროვნული ინტერესი. რატომ გაკეთდა ის განცხადება 2024 წლის 28 ნოემბერს და მაკა ბოჭორიშვილი ახლა ნუ არ ვიცი მასე საერთოდ რა უნდა ილაპარაკოს ადამიანმა, ხო ადამიანს ეს მაქვს სულს რომ იყიდი, მე ყველაფერი დაიშვება, მაგრამ კონკრეტული ციტატა ვნახოთ ყობახიძემ რა თქვა 2024 წლის 28 ნოემბერს. ვინ შეაჩერა ის, როდემდე შეაჩერა, რატომ შეაჩერა და მას შემდეგ დღე გამოშვებით რას ამბობენ ხან პაპუაშვილი. საუბარია იმაზე რომ ნოემბრამდე თვითონ ევროკავშირმა გააკეთა ზაფხულში განცხადება. მაშინ მათ რა გააჩერეს? მაშინ მათ რა გადაწყვეტილება მიიღეს 28 ნოემბერს. 4 წლით 2028 წლამდე ვაჩერებთ ყოველგვარ დიალოგსო, ეს რას ნიშნავდა? ხო შეიძლება ეთქვა რომ ვიცით რა ევროკავშირი არ მელაპარაკება და მე ვცდილობ. ეს ხო არ მომხდა, მათ თქვეს რომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება 28 წლამდე შევაჩეროთ აი ამ ტიპის დიალოგი. ეს ერთი და მეორე ვიმეორებ ფუნდამენტურად ამ ყველაფერს ხსნის ზუსტად ის მაგალითი, რომელიც ახლა მოვიყვანეთ. აი ხვალ ევროკავშირმა თქვას რომ აბსოლუტურად ყველა ეს დიქტატორული კანონი, რომელიც მიიღეთ, მისაღებია, ჯანდაბას ამაზე არ ვსაუბრობ. ვინც დააპატიმრეთ პოლიტპატიმრები რო გყავთ, მისაღებია, ახლა პარტიებს რო აგზავნოთ, ეგეც მისაღებია. ჩვენ რო გულანძღავდით და გულანძღავთ, ეგეც მისაღებია. აი ეს რო გაანულოს და ნულიდან დაიწყოს ურთიერთობა, ხვალ გამოვა პაპუაშვილი და იტყვის იგივესან იმაზე უარეს, რასაც აქამდე ამბობდა, რისი მიზანიც იქნება, რომ ევროკავშირისთვის შეუძლებელი გახდეს საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზება. რატომ? იმიტომ რომ ეს არის რუსეთის ინტერესი. ვიმეორებ, ნახეთ, ევროკავშირმა ჩვენ წევრობის კანდიდატობა რომ მოგვანიჭა სტატუსი. მაშინ უკვე ძალიან დიდი კითხვის ნიშანი ისმოდა ქართული ოცნების რეალურ мотиваციასთან დაკავშირებით, მაგრამ გახსოვთ თქვენ, მაშინ ევროკავშირი შესაბამისი პირები შეიკრიბნენ და თქვენს რომ ქართულ ხალხს ეკუთვნის ევროკავშირის წევრობა. შესაბამისად ჩვენ ვანიჭებთ ქართულ ხალხს ამ სტატუსს და ვაძლევთ იმ შანსს, რომ შემდეგ უკვე მოლაპარაკების ეტაპზე წევრობის საკითხები დარეგულირდეს, ხო? რა მოხდა ამის შემდეგ? ქართულმა ოცნებამ მიიღო ისეთი კანონები, რომელიც გამორიცხავდა ევროკავშირთან შემდგომ დაახლოებას. და კითხვები ამაში მდგომარეობდა, მე მოდიოდან იქიდან და გვეუბნებოდნენ, კაცო, თქვენ ხო გინდათ ევროკავშირის წევრობა, ხო ამას ამბობთ, ხო ეს გიწერიათ კონსტიტუციაში. ჩვენ ხო არაფერს არც არაბუნებრივს არ ვითხოვთ, საერთოდ არაფერს არ ვითხოვთ, უბრალოდ ბოდიში და
დანაშაულს ნუ ჩაიდან, საკუთარ ხალხს ნუ დახოცავ, ნუ და ნუაწამებ, ციხეში ნუ გაუშვებ, ტროტუარზე დგომის გამო. ხო, აი ელემენტარულია ეს, ამაზე საუბარი რომ ვიღაც სუვერენიტეტს გართმევს, თუმცა გეუბნებიან რომ ვიღაც არ დაახჭო და არ მოკლა. ეს არის ცინიზმი, ეს არის შეურაცხყოფა იმ ადამიანების, ვინც გისმენენ ამ დროს, ხო? ვიმეორებ, ყველაფერს გააკეთებს ქართული ოცნება, რომ არ მოხდეს დაახლოება. ერთადერთი დაახლოება, რომელიც მათ აინტერესებთ ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ბრჭყალებში დაახლოება, ეს არის რუსული ტიპის დაახლოება. რაც ნიშნავს იმას, რომ მიიღეთ ახალი რეალიები, ეს რუსებს უყვართ ეს ტერმინი, ანუ რეალიები, რომ აქ დემოკრატია აღარ იქნება, სულ ჩვენ ვიქნებით, რასაც გვინდა კანონს დავარქმევთ, ვისაც გვინდა დავიჭერთ, აი მიიღეთ ეს რეალობა და აი ესე ვილაპარაკოთ. ეს არის იმ ტიპის დაახლოება, რომელსაც ისინი ელტვიან და ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რომ ამერიკა და ევროკავშირი ამას დათანხმდა. ბატონზა, ბოლო კითხვა ჩინეთთან ურთიერთობაზეც მინდა დაგისვათ და ამით დაგმშვიდობებით და რატომ მინდა ამ კითხვის დასმა. მაგალითად, რიგი ეკონომიკური ექსპერტის, ამ შემთხვევაში რომან გოცირიძის პოზიცია მაქვს ხედველობაში, ვისმენთ განცხადებებს, რომ ანაკლიაში ჩინელებმა უსასრულო მოლოდინის რეჟიმი ჩართეს, ქართული ოცნების მთავრობა კი სირაქლემას რეჟიმშია და ამას ვერ ხედავს, არ ესმის, არ იმჩნევს და არც ახალ ინვესტორებს ეძებს. აი, რამდენად იზიარებთ მოსაზრებას, რომ ჩინელები ანაკლის პორტში რეალურად ინვესტიციების ჩადებას არაპირებენ და ეს ფული, რომელიც ჩინეთიდან უნდა წამოსულიყო, რეალურად არ არსებობს. ბატონ რომანს ხოლმე იმაში ვერ დავეთანხმები, რომ ქართულ ოცნებას ეს არ ესმის, ან რომ ისინი ამას არ იმჩნევენ. ესმის? ყველაფერი ესმის, ყველაფერს იმჩნევენ და ეს შედის მათ ინტერესებში. ის რომ ანაკლი არ აშენდეს და ის რომ ანაკლი აქამდე არ აშენდა, არის ქართული ოცნების პოლიტიკის შედეგი. ანაკლი 10 წლის წინ უკვე აშენებული უნდა ყოფილიყო. და მას ლაზიკა უნარქმეოდა. მერე თავიდან დაიწყო ეს პროექტი, როდესაც კვირიკაშვილმა და ხაზარაძემ თავიდან წამოიწყეს ეს პროექტი, ის პროექტის დიდი ხნის დამთავრებული უნდა იყოს. ერთ მარტივ კითხვას დავსვამ, აი ამ მასშტაბის პროექტი როცა ხორციელდება, ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ქვეყნისთვის შესაძლოა იყოს სასიცოცხლო მნიშვნელობის. სახელმწიფომ ხომ უნდა გამოავლინოს თავისი პოლიტიკური ნება, რომ ინვესტორს უნდა ანახოს, რომ აი შენ ოღონდ რაღაც გააკეთე. და მე ყველანაირად ხელს შეგიწყო. ახლა ამ ნებას ვხედავთ. ახლა კი არა, მე ვიძახი დაახლოებით აი მაშინ ჯერ კიდევ ხაზარაძის პროექტი რომ იყო ცოცხალი, მაშინ სამჯერ გამოცხადდა კონკურსი და ტენდერი ზუგდიდიდან ანაკლიამდე ჩქაროსნული გზის მშენებლობის და სამჯერ ჩაიშალა ეს ტენდერი. მიუხედავად იმისა, რომ აი ესეთი ტიპის პროექტები კორუფციის ერთ-ერთი მთავარი წყაროა. არაფერი არ შეცვლა, რა თქმა უნდა, ვინაიდან მთავარი მიზანი არის რომ ანაკლი არ აშენდეს და ყველაფერთან ერთად დრო ფულია, ხო, დრო გაშებული შესაძლებლობა 10 წელიწადში თაობა გაიზარდა. ჩინეთმა ქალაქები ააშენა. ახარო ზოგი მთვარეზე გაფრინდა. აი საოცრებები ხდება და ჩვენ ისევ საუბრობთ იმაზე, ანაკლიაში ვიღაც შემოვა თუ არა. ანუ უკვე არ აშენდა ეს პროექტი, უკვე არ აშენდა ეს პორტი და ეს არის ვიმეორებ, არა ქართული ოცნების წარუმატებლობა, არამედ იმ მიზნის შესრულება და იმ მანდატისა, რომელიც მათ ჰქონდათ. მადლობა ბატონ ზაზა სტუმრობისთვის. დღეს ამით დაგმშვიდობებით. ზაზა ბიბილაშვილი პასუხობდა ჩვენს კითხვებს. დღეს ნიუსრუმი ამით დასრულებულია, თუმცა დღეს ხუთშაბათია, რაც იმას ნიშნავს, რომ საღამოს 9:30-ზე თავისუფალ სტუდიაში შევხვდებით ერთმანეთს, ასე რომ მე მხოლოდ დროებით გემშვიდობებით.